დღეს მოვამზადებ უმარტივეს და უგემრიელეს ფორთოხლის კექსს, რისთვისაც მჭირდება 400 გრამი მაწონი, 180 მl ზეთი, 200 გრამი შაქარი, 350-400 გრამი ფქვილი, 3 ცალი კვერცხი, 1 ჩაის kovsdi სოდა, ვანილი, ფორთოხალი და ლიმონი. თავდაპირველად გავამზადებ ფორთოხლის ცედრას და გამოვწურავ ლიმნის წვენს. ახლა კი შევუდგები ცომს. დავიწყებ გოგლი-მოგლით, რომელსაც ვთქვებ გათეთრებამდე. ამასობაში მაწონში ვყრის სოდას და ველოდები გააქტიურებას. შემდეგ ვამატებ გოგლი-მოგლის მასას, ამასთან ერთად დავამატებ ზეთს და ვთქვებ. ეტაპობრივად დავამატებ ვანილს, ლიმნის წვენს და ფქვილს. ბოლოს ცედრას ხელით გადავურევ. საცხობ ფორმას კარგად წავუსვამ ცხიმს და მზად მასას გადავიტან მასში. ვაცხობ ღრუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 50 წუთი. ყველაზე მარტივი, სურნელოვანი და გემრიელი კექსი მზად არის. სიყვარულით მომზადებული და სიხარულით გაზიარებული თქვენთვის.